საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა პალდოზე მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ფიცის მიღებამდე რეზერვისტებმა 8 დღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. ჩემთვის ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ყოველი რეზერვისტის ესეთი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ამისთვის გავიარეთ სპეციალური მომზადება, რომ თუ რამე მოხდა, ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და მზად ვიყოთ ამისთვის. აქ მიღებული გამოცდილება დარწმუნებული რომ გამომადგება ჩემ სამოქალაქო ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მინდა ვემსახურო და ჩემი გამოცდილება გადავცე იმ ჩემ აღსაზრდელებს სკოლაში, პედაგოგი გახლავართ, ჩაუნერგო სამშობლოს სიყვარული და მივცე ძლიერი მოტივაცია. ფიცის მიღება ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ემოციით სავსე ვარ. მიამაყება, რომ ვარ საქართველოს შვილი, ვიდგები საქართველოს ადარაჯოზე და დავიცავ ჩემ სამშობლოს. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჯარისკაცის ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი სამხედრო კარიერის დასაწყისი და ზუსტადაც რომ ეს ფიცი აღნიშნავს ყველაფრის საწყისს. ძალიან გაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რეზერვი ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ჩემი ესე ვთქვათ განათლება და ჩემ განათლებას შეუწყო ეს ჯარის. განვიხილავ პროფესიულ ჯარში წასვლას, რადგან ჩემი მშობელი, ჩემი ახლობლებიც არიან აქ ამ სამსახურში. გულოცავ ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან დღეს, ფიცის დადების დღეს და მიამაყება, რომ საქართველოს ყავს ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავიანთი სიცოცხლით და ჯანმრთელობით დაიცვან ჩვენი სამშობლო. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, მათ ოჯახებს, მათ მასწავლებლებს, მათი ასეთი პატრიოტიზმისათვის. ეს არის ის, რასაც დღეს ემყარება ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილიც იყო რეზერვისტების რიგში, მანაც დღეს დადო ფიცი და დარწმუნებული ვარ, ისიც ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს. მაღალია მოთხოვნა რეზერვში, საკმაოდ მაღალია აპლიკაციების შევსება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს რეზერვში შემოვიერთდა, დარწმუნებული ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის განვითარებაში, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ასევე წარმატებულები არიან სამოქალაქო სამსახურის ცხოვრებაში და დარწმუნებული ასევე წარმატებული იქნებიან სამხედრო სამსახურში.